Wildberries-ის რამდენიმე რეკლამა შემხვდა ჩვენ სოციალურ ქსელებში. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეთქვა და მომეყოლა თქვენთვის, თუ რას ერჩის უკრაინა ამ Wildberries და რატომ ბომბავს ყოველდღიურად. უპირველეს ყოვლისა, Wildberries-ის საწყობები და ინფრასტრუქტურა გამოიყენება რუსეთის ჯარის მომარაგებისთვის. ან Wildberries-ის მეშვეობით ხდება ეკიპირების, ორმაგი დანიშნულების პროდუქტების, დრონების აღჭურვილობის და სხვა უამრავი რამის შეძენა და გადაზიდვა ფრონტზე, რაც რუსეთის ჯარის პირდაპირი დახმარებაა უკრაინასთან ომში. ასევე Wildberries-ი მუშაობს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორიც არის ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი და ასე შემდეგ. ფაქტობრივად ეს პლატფორმა გამოიყენება ამ ოკუპირებული რეგიონების ინტეგრაციისთვის რუსეთის ეკონომიკაში. Wildberries-ზე წლებია იყიდება რუსული ჯარის ფორმები, ოკუპაციური და რუსული ჯარის სიმბოლიკა, მაგალითად ზე და ვეასოებით. ალბათ გააქვთ ნანახი, როგორ გამოიყენება ეს ზე და ვეასო ყველგან და პროპაგანდის რა ინსტრუმენტია. ასევე Wildberries-ზე თავისუფლად იყიდება რუსული პროპაგანდისტური იდეოლოგიური ლიტერატურა. და ბოლოს, Wildberries-ი არის რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემომტანი. ან შეიძლება იყო უკვე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის თანხები, რომელსაც ბიუჯეტში იხდის Wildberries-ი, ეს არის მილიარდობით რუბლი, ამ თანხებს რუსეთი პირდაპირ უკრაინის წინააღმდეგ იყენებს ომში. ახლა ამაზე დაყრდნობით, თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რამდენად კარგია Wildberries-ისთვის რეკლამის ჩაწერა.